მოგესალმებით ნაზის სარჯველაზე გადაცემა საჩინოდან. დღეს ჩემთან სტუმრად ბრძანდება ჩემი ძალიან ძვირფასი მეგობარი ბატონი თეიმურაზ ჭანტურიშვილი. მინდა გითხრათ, რომ ბატონი თეიმურაზი გახლავთ პროფესიით ექიმი, მაგრამ ძალიან უყვარს ლიტერატურა და თარგმანა სხვადასხვა წარმოებების და მინდა დღეს გაგაცნოთ ის კვლავ თქვენ და ჩემთან ბრძანდებოდა რამდენჯერმე ბატონი თეიმურაზი და მოვიხიბლე მისი განათლებით და ძალიან დავინტერესდი მისი ახალი თარგმანით, რომელიც რამოდენიმე კვირის უკან შედგა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. დაწვრილებით ბატონი თეიმურაზი თვითონ მოგახსენებთ მის გამლით ცხოვრებას. ბრძანეთ ბატონო თეიმურაზ, დიდი პატივისცემით მოგესალმებით და გეუბნებით მადლობას მობრძანებისთვის. პატივცემულო ქალბატონო ნაზი. პატივცემულო ტელემაყურებლებო. დღეს მე რამდენად უკვე ქალბატონმა ნაზიმ მომიწია თავის გადაცემაში, რისთვისაც მე დიდი მადლობელი ვარ ქალბატონი ნაზისა. მე დღეს გესაუბრებით ჩემი ლიტერატურული საქმიანობის ერთ მონაკვეთზე, რომლის შედეგი არის 3 წიგნი, რომელსაც მე ვფიქრობ გაჩვენებენ შემდეგ სლაიდზე. ეს 3 წიგნი არის პოეტური თაიგული საქართველოდან, ლერმონტოვის დემონი და არც მეტი, არც ნაკლები ვეფხის ტყაოსანი. გასაგებია, თქვენთვის გასაგებია რასაკვირველი, რომ ლაპარაკი არის თარგმანზე, ქართულიდან და რუსულიდან ინგლისურად თარგმანზე. აქვე ამავე გადაცემაში შედის ლერმონტოვის დემონის ქართული თარგმანი, რომელიც შემდგომ მუსიკალურ ლიტერატურული კომპოზიციის სახით დაერთო ჩემს მოხსენებას, რომელიც მე გავაკეთე 2 თუ 3 დღის წინ საჯარო ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში. ჩემი დღევანდელი მოხსენება თქვენს წინაშე არის ზუსტი გამეორება აი ამ მოხსენებისა, როგორც მე თქვენ გეუბნებით. და აი პირველი სლაიდი ამ წიგნებისა ალბათ გაჩვენებენ. უნდა გითხრათ, რომ არც ერთი სტრიქონი ამ წიგნებიდან არ მოხვედრილა თარგმანის სახით ამ წიგნებში, რომ მე ის Facebook-ზე არ დამეწეროს. თვითონ ჩვენთაგანი Facebook-ი დაკავშირებული არის უამრავ კოლეგასთან, ამხანაგთან, ასე ვარ მე, ამ ხანაგების რიცხვი რამოდენიმე ასეულია და მათ ჰქონდათ შესაძლებლობა წაეკითხათ ჩემი თარგმანი, იმიტომ რომ მე ყველაფერს ვდებდი ამ Facebook-ზე. ესე იგი, ეს ვეფხის ტყაოსანი, ჩემი თარგმანი პირველი სტრიქონიდან ბოლო სტრიქონამდე ყველაფერი თავის დროს დაიდო Facebook-ზე. ასე რომ ყველას ჰქონდა შესაძლებლობა გასცნობოდა მას და თავისი აზრი გამოეთქვა. ასეც ხდებოდა უამრავი ჩემი ამხანაგი ნათესავი თუ სპეციალისტი, რომლებმაც ბევრმა მათგანმა ჩემზე გაცილებით უკეთესად იცის ინგლისური, კითხულობდნენ, ზოგჯერ შენიშვნას მაძლევდნენ. დავასახელებ ადამიანებს, რომლებიც მეხმარებოდნენ მუშაობაში. მაგრამ ამჟამად აღარ არიან ჩვენს გვერდით, ჩემს გვერდით და ღმერთმა ისინი ნათლში ამყოფოს. დავიწყებ ია იაშვილიდან. ეს არის ინგლისური სპეციალისტი, რედაქტორი ჩემი ამ წიგნის, აი ამ გამოცემის, რომელიც გამოიცა Amazon-ზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მეხმარებოდა მრავალი თვის განმავლობაში უსასყიდლოდ, მეგობრულად. იმასაც კი მეუბნებოდა, ეხლა გავიგე შინაარსი ვეფხის ტყაოსანი, აქამდე არ ვიცოდია. ღმერთმა ნათლში ამყოფოს. შემდეგ ცისანა გაბუნია. ერთ-ერთი რედაქტორი ლერმონტოვის დემონისა. ისიც წასული ამ ქვეყნიდან. ზაზა გაჩეჩილაძე, ჩემი თანაკლასელი, ინგლისოლოგი, რომელიც მეუბნებოდა, მე ვიჭრები შენს პროფესიაში, შენ რატო იჭრები ჩემს პროფესიაშიო. მე მას ვაიძულე, რომ როდესაც დავამთავრე მუშაობა პროლოგზე, ამ პროლოგს წავაკითხე და დაეწერა თავისი აზრი გამოეთქვა. დამიწერა და მგონი რაღაც თავისი ბეჭედიც კი დაარტყა. კიდევ არიანი ჭანტურია, ცნობილი სპეციალისტი, ინგლისოლოგი, მანაც მომცა გარკვეული შენიშვნები. ლიდია უესტი, ინგლისელი ქალბატონი,
ინგლისურის ცხადია ინგლისურის მასწავლებელი სპეციალისტი, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა, ძალიან ბევრს დამეხმარა აი ამ თარგმანებზე მუშაობაში. ნოდარ ფორაქიშვილი, უნივერსიტეტის თანამშრომელი. ბატონი გელა ჩარკვიანი, ყველას მოგეხსენებათ მისი პიროვნება, მისი ცოდნა ინგლისურისა. რასაკვირველია და მანაც ძალიან მნიშვნელოვანი შენიშვნები მომცა როგორც დემონზე მუშაობისას, ისე ვეფხვის ტყავსნაზე მუშაობისას. ვიმეორებ, ესენი წასულები არიან ამ ქვეყნიდან და ღმერთმა ისინი ნათელში ამყოფოს. თემატიური საუბრის გაგრძელებამდე მე მინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ ვთქვა. მე ჩემს დღევანდელ გამოსვლას, ისევე როგორც ამ რამოდენიმე დღის წინ გამოსვლას საჯარო ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში ვუძღვნი იმ მრავალ 10,000 ქართველს, მოქალაქეს საქართველოისას, რომლებიც უბრალოდ რომ თქვა დაიხოცნენ იმ დროს, როდესაც საქართველო გადაიქცა საბჭოთა საქართველოდ და ქართველები საბჭოთა ქართველებად. ეს პერიოდი უფრო ადრე დაიწყო, უფრო ადრე ჩაეყარა საფუძველი ამ პერიოდს, მაშინ წიწამურში რომ მოკლეს ილია. იმავე დროს უნდათ ილიას სულიერი მამის ალექსანდრე ოქროპირიძის მოკლა, მაგრამ იმ დროს მის მიმართ გამიზნულ ლულას წინ გადაუდგა ჩემი ერთ-ერთი წინაპარი, ბერი მაქსიმე ჩიგოგიძე. ისინი გვერდ განისვენებენ შიომღვიმის დიდ ტაძარში და სადაც მე დიდი სიამაყით შევდივარ. თუმცა ეს სიამაყის გრძნობა ძალიან არის განზაებული დიდი ნაღველიანი გრძნობით. მეორე სლაიდზე იმედია გაჩვენებენ აი სურათებს. ბერი მაქსიმე ჩიგოგიძისა და ალექსანდრე ოქროპირიძის. ჩემს მიერ ნახსენებ რეპრესირებულთა არმიაში შედის ორი ბაბუაჩემი. ერთი იყო სიო ჭანტურიშვილი, მეორე პროკოპი ჩიგოგიძე. სიო ჭანტურიშვილი იყო ერობის თავმჯდომარე ოზურგეთში, არ წავიდა ემიგრაციაში, შვილებს ვერ გავაფრანგებ, რა დამიშავებია. ესენი სხვა ადამიანები არიან, ვითანამშრომლებო. დახრით ეს 37 წელს სადაც ორთაჭალაში. ეს ღვთისნიერი და ღვთაებრივი პიროვნება. სიონიოსი ღვთაებრივს ნიშნავს. გურულებმა იციან ასეთი დამახასიათებელი სახელების მიცემა. მეორე პროკოპი ჩიგოგიძე იყო მუდლად მსახურობდა ბათუმში სოუქსუზე. დახრით ეს ხელვაჩაურში თავის ძმასთან ერთად. ქართულმა ეკლესიამ პროკოპი ჩიგოგიძე შერაცხა ახალმოწამედ. ხსენების დღე არის 27 აგვისტო. ახალმოწამე როგორც ვნებული ტოტალიტარული რეჟიმის დროს. აი ესეთი სახელწოდებით. იგი არის შერაცხული ახალმოწამედ სხვა ღვთის მსახურებთან ერთად, რომლებიც რეპრესირებული იყვნენ აი ამ საბჭოთა პერიოდში. მე ვთვლი, რომ დიახ უკაცრავად მის აღმზრდელ ბიძაზე მაქსიმე ჩიგოგიძეზე უკვე მოგახსენეთ. დიახ. მე ვთვლი, რომ ახალმოწამედ უნდა იყვნენ შერაცხული არა მარტო მღვდელმსახურები რეპრესირებული იმ დროს, არამედ ყველა ვინც იმ რეპრესიაში აღმოჩნდა, ისევე როგორც ჯალალედინის დროს მეტეხის ხიდზე ნაწამები ქართველები. აი ასე ეს მე ასე ვთვლი. სანამ ჩვენ არ მოვინანიებთ იმ სასიკვდილო ცოდვას, დღევანდელი საქართველო ვერ აღადგენს სულიერ და ფიზიკურ კავშირს იმ საქართველოსთან, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ასე ვთვლი მე. რასაკვირველია, ძალიან კარგი არის აბიტურიენტების დალოცვა, დიდებული რამეა. ახალშობილთა მონათლა, დიდებული საქმეა, მაგრამ მონანება სხვა კატეგორიის და სხვა სიმაღლის სიდიადია და სხვა კატეგორიის მცნებაა. ასე ვთვლი მე. რა კავშირია ჩემს ამ განცხადებასა და თვით თემატურ მოხსენებას შორის? პირდაპირ. როდესაც მე ჩემი სახელოვანი წინაპრების ლიტერატურულ მემკვიდრეობას შევეჭიდე,
ჩემი გრძნობი, გული და გრძნობი ახსავსე არანაკლებად ახსილი იყო მწუხარებით, ვიდრე იმ მოყმისა, რომელიც დამტირალი წყლისა პირსა. მე გავიზიარე და გავითავისე ამ შემოქმედთა ღვაწლი, მათი მუშაობა გავითავისე, გავიაზრე და შევეცადე, გადმომეცა ის ინგლისურად, რათა მთელ მსოფლიოს გაეცნო, რომ საქართველო არის არა მარტო საბჭოთა კავშირის ნაწილი, არამედ დიდი ისტორიული წარსულის და საინტერესო ისტორიული წარსულის მქონე ქვეყანა, რომელშიც ყოველთვის იყვნენ, ცხოვრობდნენ და დღესაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც აზროვნებენ და მოღვაწეობენ მსოფლიო სტანდარტების დონეზე. პრეზენტაცია დავიწყე პატარა წიგნით, რომელიც არ შედის იმ ჩამონათვალში, რომელიც მე თავიდან გითხარით, მაგრამ არ იქნება ზედმეტი 1-2 სიტყვა მასზე ვთქვა. მით უმეტეს, რომ ერთხელ ქალბატონმა ნაზიმ მიმიწვია თავის გადაცემაზე. პირველი გადაცემაც კი იყო თვალწები საჩინო, თვალწები ამით გახსენით, სადაც ჩვენ ვისაუბრეთ ამ წიგნზე, საჩინო ბარათაშვილზე, კი ბატონო. მოგეხსენებათ, ქართლის მეფე დიდებული ვაჟკაცი სვიმონ პირველი, რომელიც ხმალი არ გაუგდია ხელი და მთელი თავის ცხოვრება და ტრაგიკულად დაამთავრა სიცოცხლე, მისმა სპასპეტმა საჩინო ბარათაშვილმა წვერის ციხესთან მანგლისის გზაზე კლდიდან გადასჭეხა მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილი. ერთ-ორ კუპლეტს წავიკითხავ და დიახ, ძალიან კარგი. წვერის ციხის ახლოს ერთვის სკვირეც ხევი გელიყარის. სკვირეთი არის ვერეს ხევი. ჩვენ ბავშვობაში ვერარეჩკას ვეძახი და თემზებსაც ვიჭერდი. მასთან ერთად თბილისისკენ მხიარულად მიჩქარის. მას გადმოსცქერს კლდეს ზვიადი გოროზი და მხრებ გაშლილი წინ მიურბის გელიყარი როგორც მშობელს ცელქიშვილი. იმ ქარაბზე გაიყვანეს მოღალატე ცხენს დაკრული, მის მუდარას ყურს არ უგდებს, საჩინო დგას შუბლ შეკრული, არ შებრალდა ბარათაშვილს გადასჭეხა პიტალ კლდეზე, გაუმარჯოს ყველა ქართველს იუდა მოღალატეზე. გადაგდებულ ყორღანაშვილს კლდის ქიბიდან მიაძახა, ეს ამბავი საარაკო მატიანემ შეგვინახა. თქმელის მიერ გამოთქმული ხალხში სიტყვა გამოფრინდა, ქარაფიდან მოღალატეს ხელი ჰკრეს და გადაფრინდა. ამით დავამთავრებ საჩინო ბარათაშვილს. თქვენ მაჩუქეთ კიდევაც ასე რომ ამისათვის დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ გამეხარდა ის რომ მე ჩემს გადაცემას უწოდე საჩინო. სხვათა შორის სულხან-საბა ორბელიანის სიტყვის კონაში არის ეს სიტყვა და ძალიან ვეძებდი რომ ასეთი ხალხი მომეძებნა და ღმერთს მადლობა და თქვენ რო შემომთავაზეთ ეს გადაცემა გამეკეთებინა საჩინო ბარათაშვილზე თქვენ რო წამოედგეთ როგორ გამეხარდა ეს ქალბატონაზე როდესაც ამ პოემაზე მუშაობდი კოჯორში 85 წელს იყო ეს იმ ადგილს ვეძებდი, სადაც ეს მოხდა, მოვაგენი რუქები და სხვადასხვა კითხვა, მივაგენი იმ ადგილს და ლამის იმ დრამის მონაწილეთა ცხენების ნაჩლიქარებს ვეძებდი. ისე ვიყავი აღფრთოვანებული, აღტკინებული ამ აი ასე. და შემდგომი წიგნი პოეტური თაიგული საქართველოდან ამ პოეტური თაიგულში მოთავსებული არის ლექსები ვაჟა-ფშაველას კლდედამდინარი, გალაქტიონის 4 ლექსი, ჩემი 1 ლექსი, ვეფხისტყაოსნის შესავალი, ტიუჩევი, დიდი რუსი პოეტის 1 შესანიშნავი ლექსი, როგორც ოკეანე შემოსაზღვრავს დედამიწის სფეროს, ისე სიზმრები შემოფარგლებენ ჩვენს ცხოვრებას, აი ესე აქ. და კიდევ გუმილოვისა. აი ამ თარგმანი ამ ტიუჩევის ლექსისა შემდეგ ქალბატონმა ლიდია უესტმა, რომელსაც ხშირად ვახსენებდა ძალიან ბევრი დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩემს წინაშე, მე იმდენი დამეხმარა. მან ამ თარგმანზე მუსიკა დასწერა და ეს მუსიკა, ეს რომანსი შესრულდა აი 3 დღის წინ ბიბლიოთეკის საჯარო ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში შესანიშნავად შეასრულა იყო ესეთი არის კიდეც ლარისა ნოვოსელცევა შესანიშნავად იმღერა. გარდა ამისა ლიდია უესტმა ამას დაწვრილებით მოგახსენებთ როდესაც ვილაპარაკებთ ვეფხისტყაოსანზე. მე მინდა გითხრათ რომ აი ამ როგორც ვთქვი ამ წიგნში არის ჩემი ლექსი 1 მიზნული გალაქტიონისადმი და ეხლა მე ამ ლექსს წაგიკითხავთ ქართულ ორიგინალს, რომელიც ამ კრებულში არის
თარგმანის სახით მოცემული. გალაქტიონის ორი ფოტო. მზერა ცოცხალი, ცეცხლივით მწველი, სერაფიმებთან მქროლავი გონი, ახალგაზრდა და სულის შემძვრელი მიცქერს ფოტოდან გალაქტიონი. მას დასასრული ძველი ეპოქის წიწამურიდან ეუწყა უკვე. გრძნობს მისი სული შიშის ზეობის დგება დროება, მოდის მეუფე. რას დაახვედრებს, როგორ შეხვდება ახალ ეპოქას მისი გრძნობები? ნუ თუ ისინი გარდის სახება დაიტვირთება ოხრა გოდებით, არ შეიძლება არ გრძნობდეს იგი, რომ ჩრდილოეთის ქარმა სასტიკმა ვარდების ჯარი, გვირილთა რიგი დასაღუპავად უკვე გარიყა. გრძნობს იგი შიშით და შიშით ელის, შეურაცხყოფას ლაჟვარდი ფერის, ღრიან ცელს მოტყუებული პლეფსის და დაკნინებას სულიერების. იტვირთოს უნდა იცის მან, იცის, პოეტმა ტვირთი ამ საუკუნის, მიმართოს ხერხებს თუნდაც ეზოპის, გასახედნავად ცეცხლოვან ფშვინვის და იცის მან, რომ თავის ლექსებში მკითხველს გააცნობს ფიქრებს მღელვარეს, სუნთქვას და ქროლვას ლურჯად ცხენების, მთაწმინდის ჩუმ და ასე ნაზ მთვარეს. ვხედავ აშკარად იცი შენ, იცი რომ გერგო მწარე და წმინდა ბედი, გამოსალმების ხელოვნებისთვის ვინ ყავს ქვეყანას პოეტზე მეტი? ძნელია იცი, მაგრამ სიცოცხლეს და შენ სიწმინდეს შეინარჩუნებ. ზოგჯერ გაუღებ ხარკს დიონისეს, ვინ იცის გამხიარულდა იქნებ. არა, შავბნელ მოუსაზღვრო დარდმა დაღარა სახე და ჰა ლოდინის გასამართლებლად და თითქოს წამლად ახალი დროის გარგეს ორდენი. გაგებინებ გრძნობით პიგმეებს, შენს დაღალუსულს რა სჭირდებოდა, როგორც წყუროდა შენ სინატიფესთან ურთიერთობა და მაშინ, როცა უკიდურესად შენთვის ცხოვრების ტვირთი დამძიმდა, შენ გაიელვე უკანასკნელად და მიებარე შენსავ მთაწმინდას. ვიცი, მკვიდრი ხარ სასუფეველის მარადისობის გაგეხსნა კარი, იმ ქვეყნიური გადგას ნათელი, ამ ქვეყნიური დაგეხსნა ქარი. მწარე სიტკბოთი სავსეა გული, გვინდა გაგიცნოს მთელმა სამყარომ და ვარ გვირილა შენ სულ შირგული, გულში ჩაკრული მკვიდრად ატაროს. აი, ამითი დავამთავრებ პოეტურ თაიგულზე ლაპარაკს. უნდა გითხრათ, რომ როდესაც მე ამ პოეტურ თაიგულში ჩემი ლექსების გამოქვეყნება მაშინ გავუბედე, როდესაც მანამდე რამოდენიმე პოეტურ კრებულში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღეს ჩემი ნაწარმოებები, თუმცა ყველგან მეუბნებოდნენ, შენგან ფულს არ ვითხოვთ, მაგრამ ჩვენც ნუ მოგთხოვო. მაშინ ის დასკვნაც გავაკეთე, რომ ლიტერატურული საქმიანობით მაინც და მაინც მატერიალურ მდგომარეობას ვერ გაიუმჯობესე. მაგრამ ძალიან მადლობელი ვარ, იმიტომ რომ ზოგიერთი ისეთი შესანიშნავი გამოცემა, აი მაგალითად მეტამორფოზა, იქ არის ტალია პანდირი, არ ვიცი ხა ცოცხალია თუ არა, ცნობილი ჟურნალი არის სიტყვა ლიტერატურის ცოდნიობის და ამ ქალბატონმა ტალიამ მითხრა, რომ მთლიან ეს ლაპარაკი არის დემონზე. მთლიანად ვერ დაუბეჭდავ, მაგრამ ნუ რამოდენიმე კუპლეტს დაუბეჭდავ და მაქვს აქ მე არ წარმომიდგენია, იმიტომ რომ ყველაფერი რო წარმოვიდგინო, მარტო ის აიღებდა ჩვენს დროს. დიახ. გადავიდეთ ვეფხისტყაოსანზე. ამ თარგმანზე საუბარს დავიწყებ რუსთველი სიტყვებით, რომლებსაც ზოგი ჩემი ძდავუმატე. მე გარდავსულ ვარ. სიბერე მჭირს ჭირთა უფრო ძნელია. რას იზავ? დღეს არა ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია, რაღა იგი სინათლე, რასაც ახლავს ბნელია, ღმერთს ვმადლობ. მანმა თარგმნინა, რაც რუსთველს დაუწერია. პოემის შესავლის ორი კუპლეტი, როგორც გითხარით, ქალბატონმა ლიდია უესტმა დაუდო საფუძვლად თავის ოპერა დემონს, რომელიც მან ჩემ თარგმანზე დაწერა და მითხრა, თავისი თანხა გადმოიწყა $5,000 და ეს 2007 წელს ოპერის თეატრში დადგა, მეც დავდგით წითელ დარბაზში. ამის ჩანაწერი არსებობს. მე მაშინ ქალბატონ ლიდიას მივეცი შესავალი პროლოგი ვეფხისტყაოსნის, მან გადახედა და აი ეს ორი კუპლეტი ჩემთვის არც უთქვია, ისე გამოიყენა აი ამ თავის დემონში. მაშინ მე ლერმონტოვის თარგმანი, ჩემი თარგმანი დემონი, რომელიც მან ლიდიამ საფუძვლად დაუდო ამ ოპერას, იწყება ვეფხისტყაოსნის რომელმა შექმნა სამყარო. წაგიგითხავთ ამ ორ კუპლეტს ინგლისურად. ინგლისურად, დიახ, ზანეთ. By whom the universe was created by his almighty will and strength, and all the beings were inspired by his celestial vivid breath,
And who as man this world has given such grand and inexhaustible wealth, he is who ordains the reign of kings, in his own image shapes their face. Thou indivisible God, thou shaped the guise of all existing beings, be my defender, strengthen me to overcome the Satan's tricks, give me the Mijnur's longing desire as long as I do live and breathe, and lighten my sinful soul that I could take along their fewer sins. I am კუპლეტში პირველი მისგან არის ყოველი ხელმწიფე სახითა მესმერითა მე ხელმწიფეს შესაბამისი სიტყვა ვერ ვნახე ან შეიძლება არსებობს მაგრამ თუ ვინმე ამას მიმასწავლის მორიგ გამოცემაში შეიძლება იმ ხელმეორედ გამოცემა იმის რაც ეს ციგნი ვეფხისტყაოსნის მეორე გამოცემა პირველში მე თვითონ ნახე ბევრი შეცდომა მით უმეტეს ერთი აი ქალბატონ პროფესორ ინეს მერაბიშვილმა მიმითითა რომ იქ one in the tiger skin ჰქონდა განსაზღვრული არტიკლია მის დასამატები და ეხლა არის the one in the tiger skin ასევე აი თამარ ერისთავით იყო არა ჩართული ой თამარ ეს როგორ გამომრჩა ქალბატონი თამარ ერისთავი რა საკვირველია მის ცხოვრების ბოლო თვეები იყო რომ გავეცანი ეს სათნო მარო მაყაშვილის მე მას ვესაუბრე აი ამ მე განსაკუთრებით ახალი ენერგიით შევდექი ამ ნაწარმოების თარგმნას მას შემდეგ რაც წავიკითხე ქალბატონ თამარის ვეფხისტყაოსანი მეორე სიუჟეტის მეორე განზომილება სადაც ის მისი თეორიით დაწერილია დემნა ბატონიშვილის მიერ არსებობს ასეთი გადმოცნობები რომ დემნას და თამარს უყვარდათ ახალგაზრდობაში ნუ ეს ახალგაზრდული გატაცება თუ როგორც იყო ასე იყო და ალეგორია ნაწარმოებში ამისი ის არის რომ ტარიელსა და ნესტანს ერთმანეთისგან აშორებს დავარი და ვარ და ძველ სპარსულად დავარი ამავე დროს უმაღლეს მსაჯულს ნიშნავს აი ხედავთ როგორი სიღრმეებია და რა გარდამისა კი არა სწორედ ეს არის გაგრძელება ქალბატონ თამარ ერისთავის თეორიისა რომ დემნამ ნუ თუ კი დემნა არის როგორც ქალბატონი თამარი ებრძანებდა თავი წარმოაჩინა ნაწარმოებში სამი იპოსტასის სახით ტარიელის, ავთანდილის და ფრიდონის სახით. სხვადასხვა ტარიელი შავ ცხენზე, ავთანდილი თეთრ ცხენზე, ფრიდონი კი პიროვნება, რომელსაც შეეძლო მეფობა, მაგრამ არ გამოუვიდა მეფობა თამარის გარეშე არ უნდოდა და თავისი შავი ცხენი გადასცა ტარიელს. ამით ეს ნიშანია, რომ მას გაეგრძელებინა ძებნა, აი ამ თავისი სიყვარულისა. ამ თემაზე უსასრულოდ ბევრი ლაპარაკი შეიძლება. ეს თემა არის ამოხსნილი, რომ დიახ. მე შემდგომ სლაიდზე ალბათ გიჩვენებენ იმ მოხსენებებს, იმ ჩემს გამოსვლებს და სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებზე, მათ შორის ლონდონში ინტერდისციპლინარულ კონფერენციებზე, სადაც აი ეს თემა ვეფხისტყაოსნის ალეგორია დაწვრილებით არის აღწერილი. გარდა ამისა, აი ეს შრომათა კრებული, რომელშიც შედის ჩემი აი ეს მოხსენება ვეფხისტყაოსნის ალეგორია დართული აქვს აი ამ წიგნს ვეფხისტყაოსანს ამ ამაზონზე გამოსვლას ბოლოში არის სრულად ჩემი ეს მოხსენება დართული ამ წიგნში და ვინც ამ წიგნს შეიძენს, მას შეუძლია გაეცნოს ამ ჩემს მოხსენებასაც. თავის დროს, როდესაც მე ამ თემაზეც ჩვენ ვისაუბრეთ ერთხელ ქალბატონ ნაზი და მაშინ მე ისიც გითხარით, რომ ისე ვიყავი აღტკინებული ამ ქალბატონ თამარ ერისთავის თეორიით, რომ მე ისიც გითხარით, რომ წერილიც კი მივწერე ინდოეთის ელჩოს. და იმიტომ რომ ვინც საიკითხავს ქალბატონ თამარ ერისთავის ნაწარმოებს, შეიძლება იმ იდეით განიმსჯვალოს, რომ ბოლოს და ბოლოს გაუშვა ბიძა, მან გაექცა ეს დემნა თავის ბიძას და შეიძლება ინდოეთში გადაიხვეწა. დიახ. და მე ასეთი წერილიც კი მივწერე, ხომ არ გაქვთ მეთქი სია მე-13 საუკუნეში
საქართველოს და თქვენთან ჩამოსული დელეგაციის, აი ესეთი წერილი. და ისიც მივწერე რომ უდაბნო ტარის შესახებ რამე, იმიტომ რომ ეს საკითხიც მაინტერესებდა. ტარიელის სახელი ხომ არ გამომდინარეობდეს მეთქი რაიმე ხო არ არის ადგილი, რომლიდანაც შეიძლება ეს სახელი წარმოშობილი იყო მეთქი. რო გადავხედე რუკას ინდოეთსა და პაკისტანს შორის უზარმაზარი უდაბნოა. თუმცა მწვანეთ არის, რატო მწვანეთ არ ვიცი. ალბათ არ არის ესეთი გადაბუგული უდაბნო. ქვია უდაბნო ტარი. და ვიფიქრე, ხომ არ ტარიელი აქედან ხომ არ იყო. ნახეთ ტარი. ქალბატონ თამარს ვესაუბრე ამ საკითხებზე და ხომ არ გიფიქრიათ მეთქი და ღიმილით მითხრა არა ამაზე არ მიფიქრიაო. და არც არავის არ აქვს როგორ იცით ეს რა ინფორმაცია არსებობს. უფრო მეტიც ქალბატონო ნაზი მე ეს მახსოვს საბჭოთა დროიდან მოხსენება ერთ-ერთი მომხსენებლის არც გვარი მახსოვს არც სახელი რომ ჩვენი დელეგაცია იყო უზბეკეთში და იქ მათ უთხრეს რომ შეატყობინეს რომ ეს მათ თვითონ მომხსენებლიდან მახსოვს ეს რომ ჩვენთან ინსტიტუტში თუ ხელნაწერთა არ ვიცი ცენტრში გვაქვს მონაცემები ვეფხის ტაოსნის შესახებო და ეს დელეგაცია რომ მიემგზავრებოდა იქ უზბეკეთში მათ ისინი უნდა გასცნობოდნენ აი ამ ცნობებს მაგრამ ესეთი პიროვნება დიდი ვაჟკაცობა გამოუჩენია და როდესაც ჩაიყვანეს თემურლენგის საფლავთან შეაფურთხა მე ბოდიშს ვიხდი ამ დეტალებისთვის ხა სავსე პირით არ შეაფურთხებდნენ მაგრამ თუ ხო თქვა და როგორც ჩაბრძანდნენ ისე წამობრძანდნენ არაფერი და აი ახლა რამოდენიმე კვირის წინ აქ თუ არ ვთქვი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი თუ პრეზიდენტი იყო გან არ შეიძლება ამ თემაზე საუბარი თუ მათ იქნება ორიგინალთან დაკავშირებული რაღაც ცნობები აქვთ დიახ როგორც გითხარით მეწერი თემურლენგი ბუხარაში არ არის და ბუხარაში უზბეკეთი არ არის საზღვარია იმიტომ მე ვარ ნამყოფი მე მისაფლავზე ვარ ნამყოფი ეს 99 წელი არის იმედია ყვავილებით არ შეამგო არა სხვათა შორის რომ გითხრა გიდმა უნდა მიგიყვანოთო იცით როგორ გამოვხატეთ ყველამ ძალიან დიდი ცნობის მოყარეობა ვინ გადათელა ჩემი ქვეყანა ხო ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის ის მაგრამ ეს ისტორიაა და ესეც კარგია რომ ჩემთვის მაგალითად რომ ვნახე ის იმ ადამიანის საფლავი რომელმაც ჩემი ქვეყანა ააოხრა და ააწიოკა მაგრამ ასე იყო ეს ისტორია და ყველაფერი უნდა ნახო მე ვთვლი რომ ყველა ძეგლი რომელიც არის ისტორიული ძალიან საჭიროა მის ნახვა და მე იმ წუთში არა იმ წუთით მე გამახსენდა ჩემი ქვეყნის ტრაგედია და ვინ როგორ მოიქცევა ამ დროს ეს მისი პირადული რეაქცია მაგრამ მე მგონი რომ სავსებით გამართლებული გახსნათ ეგეთი სიტუაცია მაგრამ მე ცოტა ჩვენ ჯგუფმა ცოტა თავი შევიკავით იმიტომ გიდი იყო ძალიან კარგი და დანანებით ამბობდა ამას თითქოს თვითონ იყო დამნაშავე და რასიზმით ხო ისტორია რაც არის ამე ვერ წაშლი ხო მაგრამ მან ხო მიგვიყვანა იმ ისტორიულ ძეგლთან და გითხრა რომ ეს არის ჯალა ლედინი რომელიც თქვენი სამშობლოში ნუ თემურლენგი ხო თემურლენგი და ისევ იმ თემას დაუბრუნდეთ ესე იგი იქ გარდა იმ საფლავისა სადღაცა არის ლიტერატურულ არქივებში მონაცემები ვეფხვის ტყაოსნის შესახებ ვინ იცის იქნება ორიგინალია ვინ იცის? რატო არ ეძიებენ? იცი ძალიან ცუდია რომ ჩვენ არ გვაქვს კარგად შესწავლილი ყველაფერი. ჩემი აზრია ეგეთი. ქაბულტანზე ასეა, როდესაც მე თვითონ ამ ჩემ თარგმანს წინ წაუმძღვარე სიტყვები რომ ეს წიგნი მოელის შენიშვნებს, რედაქტირებას და გაუმჯობესებას. მაგრამ მოდით ახლა სიმართლეს თვალებში შევხედოთ. ქართულად ყველაფერი
სწორია, აი მაგალითად ერთ-ერთ წიგნში ეს გეუბნებით, მე მაქვს სხვადასხვა ეგზემპლარი, ერთ-ერთში წერია შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა. ეს ლამის იმაშია, ანდაზებში შესული. მეორე წიგნში წერია შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდიღა დაღრეჯილობა. სრულიად სხვადასხვა აზრია. ცუდიღა დაღრეჯილობა. ესე იგი იმ მას რამაზ მეფეს მარტო ვერ გადაარჩენს, ვერავით არის თხოვნა მუდარა, მხოლოდ თუ დამეღრიჯება და შემოხვეწო. აი ამას ნიშნავს. მე რა მეკვეს, იცით ბატონო თეიმურაზ, როდესაც იყო 800 წლის თავი საერთოდ შოთა რუსთაველის ასე თქვა და ეს გააკეთა ბატონმა მჟავანაძე ვასილ პავლეზე მჟავანაძე ხო მე ორჯერ გაკეთებული გადაცემა მასზე მთელი ქართველოლოგები იყვნენ ჩამოსულები ხო გახსნათ არა თქვენ რამე გააქვთ ისეთი ინფორმაცია ვინმესაგან თუნდაც ქალბატონი თამარისაგან აი თვითონ ეს თარგმნელები აი წეღარო თქვენ ბრძანეთ რომ ინდოეთში გადავიდა და რაღაცა ეს წყაროები როგორ აქვთ მათ შემუშავებული, დამუშავებული, როგორ წარმოედგინათ, რამე ხომ არ მოუყოლია ქალბატონ თამარს ამის თაობაზე, რომ რას ამბობდნენ იმ პერიოდში, როდესაც 88 წელი იყო და ჩამოსული იყო მთელი მსოფლიოს ქართველოლოგები. აი, რას ამბობდნენ იმ პერიოდის პრესა, ხომ არ უთქვია თქვენთვის რამე? არა, ქალბატონი, ასეთ სიღრმეებში არ შესულვართ. თვითონ უკვე იმდენად ენერგია გამოცლილი იყო, მე ამდენს გამოდი აღარ ვერ უკვე ასაკში იყო. ასაკში იყო, უკვე, სიკვდილის წინა პერიოდი იყო. თორემ მართლაც ძალიან საინტერესოა. შეიძლება მისი კვლევებიც აქვს მას და არავინ არ მუშაობს მის კვლევებზე. შეიძლება. თვითონ სხვათა შორის ძალიან ნაწყენი იყო ბევრ რუსთველოლოგებზეც კი, რომ ისინი სათანადოდ არაფასებდნენ მის ჩემთან აქვს მას ნათქვამი და მე იმ სიტყვებსაც ვერ გავიმეორებ თავის წყენის სიტყვებს როგორსაც რაც თქვა მან ხო რაც თქვა მან მას რასაკვირი უამრავი ინფორმაცია ეს ქართველ თამარ ერისთავი არა ქართველ ხალხზე ახსაუბარი ხო ვინც არის კვლევარები ხო იმიტომ რომ მას უამრავი შრომა ქონდა ჩადებული ამ საქმეში რასაკვირველია სხვანაირად როგორ დაწერდა იმ სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის აკაკი წერეთლის როგორ რამ განაპირობა ვეფხისტყაოსანი. სადაც აკაკი წერეთელი აღწერს საკმაოდ გრძელი ლექსია, რომ თამარს და შოთას უყვართ ერთმანეთი, მაგრამ თამარი ეუბნება ეს არავინ უნდა გაიგოს, შენ ალეგორიულად აღწერე ჩვენი სიყვარული და ბოლოს დაამთავრე რომ ჩანდეს რომ ჩვენ ორივეს საქართველოს კეთილდღეობა გვაინტერესებსო. ზუსტად ასე არ არის, როგორ თავდება ვეფხისტყაოსანი სამი გმირი შიგან მათ ისეთ სახელმწიფოებს აშენებს, შიგან მათთა სამეფოთა თხა და მგელი ერთად ძოვდეს. ესე კეთილდღეობა ჩანს, აი ეს იყო მიზანი აი ამ დედოფლისა და თვითონ შოთასი. სხვა შორის როგორ გაჩნდა სახელი შოთა, არ ვიცი. თუ ვინმე იტყვის მადლობელი ვიქნები, მაგრამ არ ამგონია ვინმე გარკვევით თქვას. ერთადერთი, სადაც შოთა რუსთაველი ნახსენებია, რამდენადაც მე ვიცი და ეს წიგნი წაკითხული მაქვს, ეს არის ანტონ კათალიკოსის გრამატიკა ქართულისა ენისაი. ამ წიგნში ნახსენებია ქართველები, რომლებსაც ღვაწლი მიუძღვით საქართველოს კულტურის წინაშე, მათ შორის შოთა რუსთაველს. ასე წერია: შოთა რუსთაველი, მთხრობელი ცხოვრებისა თამარისა მეფისაი. ერთი სიტყვით არ არის ნათქვამი, რომ იგი ავტორი არის ვეფხისტყაოსნის. ერთი სიტყვით. მთხრობელი ცხოვრებისა თამარისა მეფისაი. აი, როგორ გახდა ეს თუ კი დემნა იყო, როგორც ქალბატონი თამარისა, როგორ შეიცვალა ეს სახელი შოთადი, მე არ ვიცი. თქვენი აზრით, სეტუ შესწავლილია ამ 21 საუკუნეში ამ პიროვნების ეს ნაწარმოები არ ვიცი მე აი მთელი რაც აქ ყველაფერს ვერ ვამბობ რასაკვირველია გაცილებით მეტი მაქვს შესწავლილი და წაკითხული ვიდრე დღეს ჩვენ გვაძლევს ეს გადაცემა საშუალებას მაგრამ
კითხვაზე პასუხი არსად არ არის. ვინ იცის, ვინმე იქნება უზბეკეთში დევს სადღაცა არქივში. კი. კეთილი ნებონ და იზრუნონ ამაზე. ხო შეიძლება იმ შესაბამის უწყებას დაუკავშირდნენ და გააგზავნონ ხალხი და იქიდან იმას ვერ წამოიღებენ, მაგრამ ფოტოს ხო გადაიღებენ იმ რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ისეთი ეს ძეგლია, საქართველოს ძეგლია, შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანის ფინალი ბედნიერი ფინალია, ხო, ვეფხისტყაოსნისა. ეს ფინალი მომაგონებს მე ანალოგია რო გავავლოთ დანტეს ჯოჯოხეთთან, ჯოჯოხეთურ ბაჟესტიანა კომედია, როგორ ჯოჯოხეთური კომედია, ხო? იქაც მკითხველის ბოლოს გული გაუთბება და მოსწონს, როდესაც დანტე ამ ჯოჯოხეთის წრეებზე სიარულის შემდეგ ხვდება ბეატრიჩეს, რომელიც მთელი ცხოვრება უყვარდა, მაგრამ ეს ბეატრიჩე დიდი ხნის მკვდარია. მათი მამები მეგობრები იყვნენ, მათი დაქორწინება უნდათ, მაგრამ ბეატრიჩე ახალგაზრდა მოკვდა და დანტე მის დასაფლავებასაც ესწრებოდა. მაგრამ ბოლო თავდება რომ ის ბეატრიჩეს ხვდება და გიხარია როგორც კითხველს. აი ეს არისტოტელეს გამოძახილია მკითხველის გონებას შეუძლია დასძლიოს შეუძლებელი, მაგრამ არ შეუძლია დასძლიოს დაუშვებელი. აი ძალიან 5 წუთი დაგვრჩა რომ ჩავეტიოთ 5 წუთი დაგვრჩა. ბოლოს არის ლერმონტოვის დემონი, რომელიც ლერმონტოვის შესანიშნავი ნაწარმოებია და ამ თემაზე აი ქალბატონმა ლიდია უესტმა როგორც გითხარით, ოპერა დაწერა და შემდეგ აი 3 დღის წინ ბატონმა ზაზა აღლაძემ, რომელიც არის რეჟისორი ოპერის თეატრისა, რუბინშტეინის ოპერა დემონი, რომელიც არის დამოუკიდებელი ავტორი. მან რუსული სიტყვები ჩემი ქართული სიტყვებით შეცვალა და აი ამან გაიჟღერა იმ საღამოზე. თარგმანს წინ უძღვის ცნობილი ინგლისელი პედიატრის მაკფერლაინის შეხედულება პოემაზე. აი რას წერს. მე დიდი ინტერესით წავიკითხე ტიმ ჭანტურიშვილის ლერმონტოვის თარგმანი. ეს არის პოემა ეპიკურ სტილში, ნაცნობი ყველასთვის, ვისაც პოეზია უყვარს და მე სწორედ ასეთ პოეზიაზე ვიზრდებოდი. ქალბატონმა ლიდია უესტმა ეს ამ თარგმანზე მითხრა, ეს ბაირონს ჯობიაო. მე გამეცინა და მეუთხარი, თქვენს იუმორს ვაფასებ. მაგრამ რასაც ამოვხდი ისიც მომწონს მეთქი. დიახ, მე მინდა აღნიშნო, რომ თქვენ არ ახართ ლიტერატორი. თქვენ ხართ ექიმი პროფესიით და კიდევ ასეთ მოდით ასე ვთქვათ, შეეჭიდო ასეთ ნაწარმოებებს გახლავთ კარგი გაგებით სითამამეც, მოდით ასე ვთქვათ, დიდი სურვილი, რაც ყველაზე კარგია რომ ადამიანს სურვილი აქვს, ის ცდილობს მას განახორციელოს და თქვენ ეს გააკეთეთ დახმარებით, რა თქმა უნდა, უამრავი მეცნიერების დახმარებით, თქვენ ძალიან გიყვართ შეკითხვა. ეს დიდი დაფასებაა, კითხვა, აი როგორ გავაკეთო, რანაირად გავაკეთო, ხო? და ეს არის ძალიან დიდი სიმდიდრე თქვენი და ასეთ ხალხთან აი წეღამბზანეთ, როგორ დაუკავშირდით ბატონ გელას, ხო? როგორ ეძებეთ საშუალება, რომ როგორმე მოგეძებნათ. ინცესტი გინდა აღწერო, მითხრა ბატონმა გელა. ინცესტიო, მეუთხარი ბატონო გელა, არ შემდგარი ინცესტია და შემდეგ კვლევა გავაგრძელე და ამ ინცესტზე შრომებიც მოუძებნე მეცნიერული და მთელი ამბავი. ხო მიუტანეთ მე ის რაც მეუთხარი. მე ხო შეგაქოთ. მე ახლა არა, მასთან დაკავშირება არ იყო ადვილის საქმე. რა თქმა უნდა, გეთანხმებით. დიახ, მაგრამ მაიას მითხრა რომ ისო, როგორო, ინცესტია ამერთვა ნუ ყოველ შემთხვევაში ის გახდა ძალიან კმაყოფილი ამისი რომ თქვენ ეს როგორ გითხრათ არის მე ყველას გავაცანი და ახლა ასე რო კარგია რა დიდებული ასეთი სიტყვები მე ბევრისგან არ გამიგია თუმცა აი Facebook-ზე რო წერდი იქიდან ჩემი ამხანაგები ინგლისური სპეციალისტები არა მაღალი რანგის არამედ რიგითი ცოტა იმადგან ბევრი შესწორება და ზოგჯერ აღფრთოვანების წერა რა იცით ბატონო თეიმურას მოდით ასე ვთქვათ რომ ყველა თუ თქვენსავეთ და
გაინტერესდება, გააკეთებს საქმეს, ხო? ნელ-ნელობით უფრო გაუმჯობესდება ეს მდგომარეობა რამ ხრივ, რომ არაპროფესიონალები, როდესაც შეუდგებიან ასეთ კლასიკურ ნაწარმოებების თარგმნას, ხო? ყველამ უნდა შეეცადოს თავისი რაღაცა გააკეთოს და მერე უკვე, როდესაც ბევრი იქნება, გამოჩნდება ყველაზე საუკეთესო. ხო მართალია ვარიანტებზეა საუბარი. იმიტომ რომ ერთი ვარიანტი კი ბატონო, მაგრამ ორი ვარიანტი, 3, 4 ეგ უკვე ძალიან დიდი რამას ნიშნავს და მე რახამ როგორც ხელოვანი ქალბატონი, აი პირველად როდესაც სწავლობ სიმღერას, ხო, იქ ცოტა რაღაცა არ მომწონს, მე იმას ვასწორებ, ხო, აი ამ კუთხით მივდექი, ახლა მე თქვენ რომელსაც სხვები თარგმნიან, თქვენ ხო იმას კითხულობ, თქვენ უფრო უკეთესი გინდათ, ხო? და აი ასე ხდება, უნდა გააკეთო. მე თავს იმით ვიწონებ, რომ ამერიკაში გამოვეცი. ამაში ისე ხო გამომცემლობა სხვა აქვს თავისი რაღაც კრიტიკა. ეხლა მითხარით მოკლედ, რატომ აგვიანებენ თქვენ წიგნების გამოშვებას? არა, ჩამოსვლას უფრო სწორად. ერთი პარტია წიგნებისა დავკარგე. კი ბატონო. მაგრამ ეხლა მორია შეტყობილება მივიღე, ჩამოვიდაო. ასე რომ, როდესაც მე წარვადგინე ეს წიგნები საჯაროში, ორი წიგნი მე მივართვი ბატონ ემზა ჯგერენაიას დირექტორს, მაგრამ დებს ეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მათ შორის საჩინო ბარათაშვილის, მაგრამ ეს ერთ-ერთი კრებული, თაიგული სხვა წიგნები ჩაბარებული მქონდა უკვე და ეს თაიგული ვერ ჩაუბარე, იმიტომ რომ ქსეროქსის სახით გადავეცი, იმიტომ რომ დაიკარგა. ნუ არა უშავთ. თქვენ ხო შეატყობინეთ იმათ, რომ დაკარგული არის. არც მომკითხავი, არ მომკითხავი კი ვარ, მაგრამ გამკითხავი არ ჩავს. იცით, თქვენ მაინც გინდათ რომ უნდა რომელიმე გაარკვიოთ, სად რას გაარკვევ ქალბატონაზე. აი ახლა მივიღე შეტყობინი ვარ, მორგი პარტია გამოვიწერე თითო ეგზემპლარი. არც ისე იაფი არის, $45 ღირს. ვეფხისტყაოსანი ისინი 15. თუმცა მე როგორც ავტორს შემიძლია უფრო იაფად გამოვიწერო. თუმცა ჩემს მიერ გამოწერილი მე არ მეთვლება გაყიდულ წიგნთა რაოდენობაში, არ მეთვლება და ჩემი შემოსავალი არის მესამედი იქიდან რაც გაიყიდება. ბატონო თეიმურა, ძალიან დიდი მადლობა რომ მესტუმრეთ და ვისაუბრეთ დიდებულ საკითხებზე და მინდა კვლავაც გისურვოთ პირველ რიგში ჯანმრთელობა და შემოქმედებითი სვლა წინ და წინ. თუმცა როგორც თქვა ვეფხისტყაოსანში რა დავბერდი სიბერემ ჭირთა უფრო ძნელიაო და თუ ღმერთმა თუ მომცა კიდევ დრო გავაკეთებ რაც შემიძლია იმას. ძალიან კარგი. დიდი მადლობა თქვენ. თქვენ მადლობა რომ მოგზანდით და ჩემს ძვირფას მაყურებელს დავემშვიდობები, ვეტყვი მადლობას მოსმენისათვის. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. მადლობთ, ნახვამდის.